49 წლის კაცზე ჯგუფური სასტიკი ანგარიშტორებიდან უკვე 5 დღეა გასული, თუმცა დმანისის რაიონული სამმართველოს პოლიციელებს ამ დრომდე ჯერჯერობით დაკავებული არავინ ჰყავთ. 5 პირია ეჭვმიტანილი ჯგუფურ თავდასხმაში 49 წლის კაცზე, თუმცა 5-ვე მათგანი ხელშეუხებელია და დმანისში ასევე სარგებლობენ ხელშეუხებლობის გარანტიით თავად დაზარალებულის ინფორმაციით. რაც შეეხება უშუალოდ შემთხვევა მოხდა დმანისში, ყარაბულახში, 59 წლის მეცხვარე, როგორც ჩვენთან საუბარში ყვება, ცხრის ფარას მიერეკებოდა, როგორც თავად ამბობს, ცენტრალურ მაგისტრალზე და გაღიზიანება გამოიწვია ერთ-ერთ ადგილობრივში სწორედ ამ ფაქტმა. მას მოუწოდა, რომ მის სახლთან შორიახლოს არ გაელო ცხრის ფარა, შესაბამისად დაპირისპირებას მეცხვარესა და ერთ-ერთ ადგილობრივ შორის დაიწყო სწორედ ამ მოტივით. ამის შემდგომ უკვე გადაიზარდა სიტყვიერ დაპირისპირებაში ხელჩართულ ჯგუფში როგორც თავად ყვება დაზარალებული ნაცემი ადამიანი 59 წლის კაცს 5 ადამიანი დაესხა თავს ერთი ოჯახის 5 წევრი ისინი უსწორდებოდნენ თოხებით, ბარებით, ასევე ხელჯუხებით, ურტყავდნენ გამეტებით სახის არეში, რის შედეგადაც მან გონება დაკარგა და რამდენიმე წუთის განმავლობაში ის იყო გონება დაკარგულ მდგომარეობაში, მას შემდეგ რაც უკვე დაუბრუნდა მას მეხსიერება, როგორც თავად ამბობს, დარეკა 12-ში შეატყობინა პოლიციას მასზე თავდასხმის შესახებ, თუმცა სამართალდამცველები მასთან არ მისულან, სასტრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა მივიდა მასთან და ის გადაიყვანეს უკვე კლინიკაში. რა მოხდა ამის შემდეგ? თავად დაზარალებულს ინფორმაცია აღარ აქვს ამის შემდეგ. ასფალტის გვერდზე ხო დადის ცხვარი მანქანა ხო არ არის? ასფალტიდან რადო გვერდზე უშევთ. მე ვეღარ მოიდეს ცხვრის პატრონი დავრეკე ცხვრის პატრონზე თავის გვერდზე რომ ძიმოდი მოკლა მე და იმამდე თავის პალღები მანქანის მოიდა და ჩემ ცხვრის პატრონი მოსვლამდე ჩემ ხაზზე უკვე ესენი იცემა მე 5 გარცი მოიდა მაგრამ 3 იცემა აი ეს დარი იყო ლაფათქითა და პირველად თავში დაარტყა ტვინი დავგარგე კონება დავგარგე და ჩავარ მე იცემა ლაფათქით ფეხით სულ დაშოვებული ვარ იქ გუდარი ვიღავ სასტროფაში რო დავრეკე პატრონში რო დავრეკე და ხო მე დავრეკე ჩემთან რომ მეახმარეთ მოკლა მე და სასაგინდა იქ დაარეკე ყველაფერი ჩემია საქართველოში იმას გითხრათ ხო ეგრეცაც პატრონმაც მოიდა სამართლობაში ხო მოეყანა დვინის დაკარგებდა აი ხარიმის ჩავარდნი იყო და პატრონმა თქვა 3 არა 1-ს დავიჯერებთო და გამამზებელმა რა ვიცი რა ჩაიწერა რა არ ჩაიწერა რომ მოვიდა პოლიცია პირველად პოლიცია წავიდა იმ სოფიაში სასწრაფო მოვიდა ჩემთან პოლიცია შენთან ჯერ არ მოვიდა არა პირდაპირ ჩემ გვერდიდან გადავიდა იქა რა იცოდნენ რომ ის იყო ვარვში იქ მე წაიღონა სამართლობაში იქაც რა ვიცი პატრონმა თვითონ ჩაძერა გამამზებელმა რა გააკეთა რა არ გააკეთა ეს მოიტანა თარჯმან ჯახტლა სასტიკად ნაცემი კაცი გულგრილობაში ადანაშაულებს დმანისის რაიონულ სამმართველოს პოლიციელებს, რომლებმაც ნაცვლად იმისა, რომ საქმე გამოეძიებინათ, მათ ცადეს, რომ გაეჩუმებინათ თავად სასტიკად ნაცემი 59 წლის კაცი, ყველაფერი იწყება მას შემდეგ, რაც სასტრაფო დახმარების ბრიგადას ნაცემი მამაკაცი გადაყავს ბოლნისის კლინიკაში, საავადმყოფოში, როგორც თავად გვიყვება ნაცემი ნაციკ ინშაფალიევი, მასთან მივიდნენ სამართალდამცველები მათ შორის დმანისის პოლიციის უფროსი და ცდილობდა რომ ხელწერილი დაეწერინებინა ნაცემი მოქალაქისთვის რომ მას პრეტენზია არ ჰქონდა იმ ადამიანებთან რომლებიც ჯგუფურად გაუსწორდნენ. ამის შემდგომ უკვე ბოლნისის კლინიკა იღებს გადაწყვეტილებას რომ სასტიკად ნაცემი მამაკაცი უმძიმესი დაზიანებებით რომელიც ფეხზე ვერ დგებოდა პრაქტიკულად გაეწერა კლინიკიდან იმისთვის რომ მომხდარიყო ამ ადამიანის მოშორება დმანისის რაიონიდან საგარეჯოს ჯერ ჰოსპიტალში მკურნალობდნენ 2 დღის განმავლობაში ნაციკ ინშაფალიევს და ამის შემდგომ უკვე ის სახლში გაწერეს. ახლა ის ამბობს, რომ პასუხისმგებაში უნდა მიეცეს ყველა ის პირი, რომელიც მას გაუსწორდა სასტიკად, ჯგუფურად, თოხით, ბარით და ასევე ხელჯოხებით და ასევე ის აყენებს პასუხისმგებლობას დმანისის სამმართველოს უფროსის, პოლიციის უფროსის, რომელიც ცდილობს ამ დრომდე მის გაჩუმებას. აში მიდიოდნენ, ცხვარი მიღავდათ. დმანის ტერიტორიაში, რა ვიცი, ყოფილა საძოვარის პატრონია თუ დაუძღე მაგაიდინება და აქედან რაც მიღავთ ცხვარი და ამან კიდე რო იფასო რაღაცა ესეც ალბათ შეაგნებდა
მერე დაუძღა იმან დაურეგია თავის წმის შვილს და თავის შვილს. ისინი მოსვლენ ისე სამი ესაო ისინი ყოფილან ერთი ესა. მაგრად უცემნი რა სიკვდილზე. ეგრე ახლა ჩუბიც მინახია და ყველაფერი ეგრე ადამიანს ემა ეს არის მაგის მოგლის სტილობა. ეგ პატრონო რო ეს ვინც აქცემა ის მოვალ მანქანით გადაგიყვანს იმაშიო ნატარუში. იხელმოძი რა. რა პრეტენზია არ გაქვს მის მიმართ? ო და ამან კიდე არ მისულა. თქვენ მე უნდა ვიჩვილე. ეს პოლიციის უფროსი ყოფილეთ ეს უთქვია მე ერთ ადვოკატს უნდა ავიღო და უნდა ვიჩვილო. ერთი კი არა, სამი აიყვანე, რას მიზამ. სადი შენ პირიქით არ მოგივიდეს რომ ეცხეში შენ დაჟე. ეგ უთხრა პოლიციის უფროსმა? პოლიციის უფროსმა დიახ. არის ძოლი რა ქოვანაში ვცხოვრობ, როგორაც ვცხოვრობ მე 74 წელს ვარ და მაინც აზიზზე არა ვარ. მოდიოდნენ ცუდად გამხდარა მანქანაში. ისე დაგარგა გონება. ეს გუში როგორც მელაბარაკა მაგაცმა. წყალი რამე ისგენიო მე და შემეშინდა რომ მანქანაში არაფერი მომივიდეს დავრიგე სასტრაფოს. სასტრაფო მისულა გადმოიყვანეს საგარეჯოს პოლიკლინიკაში. საგარეჯოს პოლიკლინიკაში კიდე მან მითხრე რომ რა ჭირსო რა დაასკვნეს? ო დაასკვნა არაფერი არ მე მას მეშინა და რომ თავის შერევისა დუნ შერევ. არაფერი ყველაფერი კარგად არის. მაგრამ თუმანის ექიმის ელაბარაკა იმ ქალბატონო. ხოდა გინდა თუ არა წაიყვანე მე ბუნები ქალბატონო შეიძლება გაზაში მომგდეს არ მოგდება ნუ გეშინე თუ არ მოგდება ისე უცვლად ვერ დადის კაცად თუ უცვლად გახდება ხალი მოგან ანტენ კიდე გადაგიხდი რა ვიცი აღარა ფულს აგიტიპენ თუ დიახ, ინშაფალიევები ამბობენ რომ ცდელობა ქონდათ დმანისში მცხოვრებ ადამიანებს რომ თვითმკვლელობამდე მieყვანათ ადამიანი ეს არ იყო მხოლოდ ჯგუფური ანგარიშწორება ეს იყო მკვლელობამდე მიყვანა შესაბამისად ისინი დმანისის პოლიციას მიმართავენ რომ აღიძრას საქმე მკვლელობამდე მიყვანის მუხლით და პასუხისგებაში მიეცეს ყველა ის პირი რომელიც 59 წლის კაცი ჯგუფურ თავდასხმაში ანგარიშწორებაში მონაწილეობდა ნაცევი მამაკაცი კლინიკიდან გუშინ გამოწერეს მისი მდგომარეობა კვლავ არის მძიმე ის პრაქტიკულად ვეღარ გადაადგილდება